ჩვენ 21 თავის 27 მუხლით ჩათვლით განვიხილეთ ხო წინით? არა, 27 მუხლით. რაში გავაგზავნოთ? მეკითხება ახლა უყალე კვლავ. აც ვით არ გონებთ თქვენ, როგორ გონიათ თქვენ? უკვე ახლა კიდევ კვლავ იგავს. კაცსა ვისმე ესხნეს ორძე, ადამიანს ყავდა ორი შვილი. კაცო. მოვიდა პირველისა მის და თქვა, შვილო, წარვე დღეს და იქ მოდე ვენახსა ჩემსა. წადი და იმუშავე ჩემს ვენახში უთრას, თხოვა პირველ შვილს. ხოლო მან მიუგო და თქვა, არ ამნებავს. ხოლო უკანასკნელ შეინანა და წარვიდა. უთხრა რომ არა, არ წავალო, მაგრამ ბოლოს ინანაო და მაინც წავიდა. და მოუხდა მეორეს ამას და თქვა ეგრეთვე. ანუ ორი შვილი ხო ყავდა, მეორეს ამევიდა მე და მეორესაც უთხრა რომ წადიო ჩემს ვენახში და ემუშაო. ხოლო მან მიუგო და თქვა, წარვიდე უფალო და არა წავიდა. ამან უპასუხა რომ კი აუცილებლად წავალ და აუცილებლად იმუშავე, მაგრამ არ წავიდა. ვინ ორთა ამათგან ყო ნებაი მამისათვის ისა? თქვენს მას პირველმანმა. უყურეთ როგორი რამეა ეს, აი ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ხშირია ხოლმე მსგავსი რაღაცეები, რომ შეიძლება მშობელი იყოს, შეიძლება სულიერი მშობელი იყოს, თქვათ მოძღვარი ხო არა აქვს მნიშვნელობა. გეუბნება რაღაცას. დავალებას გაძლევს, გთხოვს რაღაცას რომ გააკეთო ხო? და ჩვენ ამ თხოვნას ხშირ შემთხვევაში უგულებელთ. მაგრამ შეგვიძლია უთხრათ რომ კი, გავაკეთებთ. პირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ. ანუ თითქოს ესე კონფლიქტში არ შევდივართ რა. მაგრამ საბოლოო ჯამში არ ვაკეთებთ და არის ხშირი შემთხვევა პირიქით რომ თქვა გეწევთ მშობელი რაღაცას რომ აი მიდი ის გააკეთებ, თქვა რაღაცას თხოვ. შენ უცებ არ გესი ამოვნება, ეხა არ მოგიწონე რაღაც სხვა გეგმები გაქვს, ან გეზარება, ან რაღაცა მსგავსი რა. ეთქვი რომ არა, არ გავაკეთებ. მაგრამ მე ნამუსი შეგაწუხებს რა და მაინც მიდიხარ და მაინც აკეთებ ამას. აი ეს ორი შემთხვევა ზუსტად განხილული. რა უბრალოდ ეხა მე დაუკავშირეთ ჩვენს თავს, იმიტომ რომ ჩვენ მუდამ უნდა დაუკავშიროთ სახარება და თითოეული სიუჟეტი ჩვენს ცხოვრებას, იმიტომ რომ ესე არ ხდება. ეგ სახარება მარტო მოციქულებს კი არ მიმართავდა უფალიდან. 21 საუკუნეს არ 21 საუკუნის ადამიანებს არ მიმართავ. ჩვენც ისევე გვეხება სახარება ჩვენთვისაც დღეს. ზუსტად ისევე ანალოგიურად აქტუალურია, როგორც იყო ეს პირველ საუკუნეში. ამიტომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს, რომ აი დაუკვირდეთ უყურე ასე უგნება, მე ეკითხება უფალი მსმენელებს რომ ამ ორი შვილიდან რომელმა აღასრულაო ნებაო მამისაო. და ყველა პასუხობს ერთმანეთს რომ რომელმაც გააკეთაო. ან უყურე სიტყვიერი დათანხმება ერთია და მეორე არის საქმით აღსრულება. ღმერთისთვის თავარი არის საქმით აღსრულება და იმ შენი სიტყვის მიღმა, იმ შენს გულს ხედავს ღმერთი აუცილებლად. შენ რას გულისხმობ და ისი გამკეთებელი ხარ რეალურად ამას საქმით აფასებს უკვე. და შენს გულში რა ეხა იმან კი უთხრა და დათანხმდა პირველმა რომ კი მე გავაკეთებ. მაგრამ საქმეზე რომ იგი აღარ გააკეთა. ანუ მან უპატივცემულობა გამოამჟღავნა უფლის მიმართ. და გაიხსენეთ უფალი რას ამბობს თუ გიყვარვართო მეო, ჩემი სიყვარულიო, რითი დაამტკიცეთო, რითი გამოპატეთო. დაიცავითო ჩემი ცნებები. თუ არ იცავ უფლის ცნებებს, თუ შენ უგულებელ ხო ყველაფერი იმას, რასაც უფალი გთხოვს და გეუბნება რომ დაიცვა, რანაირად გიყვარს მაშინ უფალი? რაში უნდა გამოუმჟღავნდეს მაშინ შენი სიყვარული? ესევეა ზუსტად მშობლის მიმართაც. მშობელი შენ არასოდეს არ დაგიჯერებს რომ გიყვარს ის. თუ კი ისე არ ცხოვრობ, როგორც მას გაეხარდება. თუ კი შენ მას პატივს არსებ, ანუ საბოლოოდ ესე შეიძლება ჩამოყალიბდეთ რომ პატივის სცემაში ვლინდება საქმით სიყვარული.
პატივისცემა ეს არის საქმეში გამოხატული სიყვარული. ანუ თუ შენ პატივს არ სცემ, ესე იგი სიყვარულიც არ გაგაჩნია. ამიტომაც არის რომ ამაზე მე რამდენჯერმე გითხარით ადრეც რომ როდესაც მშობლებთან დამოკიდებულებაზე არის საუბარი ცნებაში, იქ წერია ესეთი რამე, პატივიეც მამასა შენსა და დედასა შენსა. განა გიყვარდესო. იმიტომ რომ სიყვარულით ეხა ეგრე თავისი მშობელი ყველას უყვარს, მაგრამ აი ზუსტად იმას გიკონკრეტებს ღმერთი რომ პატივიეცი და შენ თუ პატივს სცემ, შენი სიყვარული მართლა ჭეშმარიტი იქნება და მართლა რეალური იქნება. თორე ეხა რო კითხო, მოთამაშეებს, ნარკომანებს, ლოთებს, შფოთებს, ყველას უყვართ დედა, ყველას უყვართ მამა. რას ლაპარაკობ? აბა მიდი ერთი რომელიმეს და ან დედა შეაგინე, ან მამა შეაგინე, კაი, ნუ შეაგინებ. რაღაცა გადაბრუნებულად უთხარი რა. გინდა დედაზე და გინდა მამაზე. აბა მიდი ერთი ჩაატარა ექსპერიმენტი. როგორც კარგად შეიარაღებული უნდა იყო და აბჯარი უნდა გეცვას და თავზე კასკა გეყუროს, თორე იმის თანადრეში ჩაგაგდებენ რომ რა გითხრა. და თვითონ რა დღეში აგდებენ საკუთარ მშობლებს, ამაზე აბსოლუტურად არ ფიქრობ. ზეითის გამოხსენდა რა ჩემს ახალგაზრდობაში ერთი ანეკდოტი იყო. ნარკომანმა გადაწყვიტა ეხა რა, რომ დედას დაუზეს და გუღიათ ელაპარაკოს რა და ნუ აკეთებული აქვს თავისი დოზა, გადასარევად გზნობს თავს თვითონ, სულ არ აინტერესებს ეხა დედა დაღლილია, ეძინება და დაუჯდა და დედა მომიყევიო რა როგორ დავიბადეო რა და დედამ სიცუყვება ეხა რომ აიო შვილო სრათო მუცლით გატარეო იჭირდაო ბოლოსო ძალიან უკვე დამძიმდიო რა და მე ერთ ღამესაცო უკვე უმცრეთოში რო ვიყავო და უკვე რომ მოვიდაო შენ მშობიერობის დრო და ესე უსმენს რა ნეტარის სახით რა ეს ნარკომანი და ღამეო 3 საათზე რო ტკივილებმა გამომაგვიძაო რა და წავედითო მერეო მე და მამა შენიო სამშობიერო შევდა მშობიერო და ესე თავი გადააქნია და ცემლები წამოვიდა და გაღვიძე არა დედა შეგაწუხეო არა დედა აი გაღვიძე აი ეგ არის ჩვენი სიყვარული მშობლების განიცადა რომ გააღვიძა დედა ხო და აი ღმერთიც ეგრე გვიყვარს ჩვენ როგორც მშობლები გვიყვარს ხო და აი ამიტომ არის რომ აი არ ვიცი ჩვენ პატივისცემა მაგიტომაც გვიმახვილებს უფალი ყურადღებას რომ პატივიეც დედასა შენსა და მამასა შენსა თუ კი პატივსცემ ესე იგი გიყვარს ანუ პატივისცემა უყურეთ როგორი რაღაცა საკუთარი თავის იძულებას მოითხოვს შეიძლება ძალიანაც არ გინდოდეს იმის გაკეთება რასაც მშობელი გთხოვს რაღაც კონკრეტულ მომენტში შეიძლება შენ სულ სხვა გეგმები გქონდეს ან ბოლო-ბოლო დაღლილი იყო გეზარებოდეს რა ბოლო-ბოლო რა და სულ არ გქონდეს იმის განწყობა და ხალისი მაგრამ აი შენ თუ მართლა პატივისცემა აუცილებლად კეთილსინები აიძულებ შენს თავს გადადებ იმ შენ რაღაცა საქმეს რომლის გადადება შეიძლება აიყვან საკუთარ თავს ხელში რაც არ უნდა გეზარებოდეს და გააკეთებ იმას რასაც გთხოვს აი ამას ქვია სიყვარული აი ეს არის პატივისცემა უკვე მშობლისა ხო და ესეთი რაღაცაა ზუსტად უფალთან მიმართებაშიც უფალი პირდაპირ გვეუბნება თუ მე გიყვარვარო ვაში პატივი მეციო ანუ აღასრულე ჩემი ცნებები და იყავი ისეთი როგორცაც გეუბნები რომ იყო და რისთვის გეუბნება უფალი შენთვის გეუბნება ხო რომ შენ რომ კარგი იყო შენ რომ მე მარადიული სასწრაფო დაინგიდო ისევე როგორც მშობელი ისევ გავაკეთებ პარალელს რატომ გეუბნება მშობელი და რატომ მოგიწოდებს რაღაცისკენ ხო რატომ არის რომ თქვა გაიძულებს რომ ისწავლო თქვა არის ზარმაცო და შენ იძულების ფასად გიждდება იმიტომ რომ სულაც არ გინდა და გეზარება მაგრამ რატო აკეთებს ამას მშობელი თავისთვის აკეთებს შენთვის აკეთებს ხო იმიტომ რომ შენზე ზრუნავს შენ რომ მართლა სწორად უყარხარ და უანგაროდ უყარხარ უნდა რომ შენ გაიზარდო ისეთი როგორც საჭიროა და მე რომ არ დაიტანჯო ცხოვრებაში რა აი ამიტომ აკეთებს ამას მშობელი ამიტომ თხოვს ჩვენს უფალი მცნებების აღსრულებას ეგრეთ უფასო აი ამიტომ სულ
ამიტომ ამახვილებს ახლა აქ უყალ ყურადღებაზე ეკითხება ამ ხალხს, რომელმან აღასრულა, აი, შეიძლება უკმეხი იყო ადამიანი, შეიძლება იმპულსური იყო, შეიძლება უცებ ვერ შეიკავო თავი და ეხლა რო გთხოვ შობილი რაღაცას ვავის გამიკეთე, აი ენა ხო იცი ცოტა ძნელი დასამორჩილებელია და უცებ შეიძლება წამოხსეს რომ აუ არა და მეზარება და არ გაგიკეთებ და მაგრამ მეორე წუთში შეგაწუხებს სინდისი, შენ თუ სინდისიერი ადამიანი ხარ, შენ თუ გულიანი ადამიანი ხარ, აუცილებლად შეგაწუხებს ეს და აუცილებლად შენ თვითონ მერე წახვალ და გააკეთებ მაინც იმას რა. იმიტომ რომ ვერ მოისვენებ, აი არ დაგასვენებს ნამუსი რა, რომ აი შობილს უარი უთხარი რაღაცაზე. შობილს რომელიც შენთვის ცხოვრობს და რომელიც მზად არის რომ შენი გულისათვის საკუთარი სიცოცხლე გაიღოს დაუფიქრებლად. და რაღაცა გთხოვა ამხელა ამაგია შენზე, რაღაცა გთხოვა და შენ რაღაცა უკვე ხა დაელაპარაკე ნორმალურ ადამიანს აუცილებლად შეგაწყვეტს მე სინდისი და წახვალ და გააკეთე. და აი თუ კი პირიქით იქცევი, მაშინ ძალიან ცუდი ადამიანი ხარ რა, რომ აი თუ კი თქვა სიტყვიერად უცებ დათანხმდები რომ კი ავაკეთებ, მაგრამ მე რეალურად საქმეზე რომ მიდგება უგულებელ ყოფ შობილის თხოვნას და არ გააკეთებ, აი ზუსტად ეს ეწყინება მშობელს რა. ამიტომაც ამბობს უფალი რომ რომელმა ხოვნებაო მამისაო, მან რომელმაც აღასრულა და არა მან რომელიც შეპირდა რომ გავაკეთებ. შემდეგ რას ამბობს, ნახეთ უფალი. რამე თუ მეზვერენი და მეძავნი წინა გიძღოდიან თქვენ სასუფეულსა ღვთისასა. მიმართავს ებრაელებს. მეზვერენი და მეძავნი ანუ ის ადამიანები, ვისაც თქვენ განიკითხავთ. ვის თქვენ მეორე ხარისხოვანი ადამიანები გონიათ. ვისაც თქვენ გამარჯვებასაც არ ეუბნებით ხეირიანად. იმიტომ რომ არ თვლით საკუთარ თავს ღირსად, უпростоრად იმ ადამიანს, რომ მას მიესალმოთ, თავი გაუყადროთ. აი სწორედ ეს ადამიანები წინ შეგიწვევიან თქვენ სასუფეველში. მოგასწრებენ სასუფეველში შესვლას. ვის მიმართავს უფალი? მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ. წიგნიერ ადამიანებს. ჯულში განსწავლულ ადამიანებს, ფარისევლებს, წიგნობრებს, ჯულის მოძღვრებს, დელთაურებს, აი ამ ადამიანებს მიმართავს. რომ თქვენ, ვისაც გონიათ რომ ჯიბეში გიდევთ სასუფეველის ბილეთი, ვერ მოხვდებით სასუფეველში და ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ განიკითხავთ და დარწმუნებული რო ხართ, რომ ისინი ვერასოდეს ვერ აღმოჩნდებიან სასუფეველში და თქვენ აბსოლუტურად გულის გარეთ ყავთ ის ადამიანები და სიყვარული კი არა, რა ვიცი, შეიძლება ძაღლი უფრო მეტად გიყვარდეს შენ ვიდრე ის ადამიანი. აი სწორედ ის ადამიანები გახდებიან თქვენ სასუფეველში რა. მეზვერენი და მეძავნი, რომელთაც განიკითხავთ. და ვინ არიან ეს მეზვერენი და მეძავნი? ადამიანი წარმოიდგინე, რომელსაც მოსაკლავადაც კი იმეტებენ. გახსოვთ ის ქალი რომ მიიყვანეს უფალთან? ეხლა ჩვენ წავიკითხეთ კიდევაც ახარება გუში. მიიყვანეს. თუ ცხადად მრუშებასა დაეპყრაო. და ჩვენ მოსემ ვიბრძანაო, რომ ესეთი ადამიანი უნდა ჩავქოლოთ ქვებითო. სხვადასხვა ჭრელი ხალხი იყო მისული, მოხუცები, შუა ასაკისები, ახალგაზრდები, ბავშვები. ქვებით შეიარაღებულები, გამზადებულები, რომ ჩაეკოლათ, მოეკლათ ადამიანი. მზად იყვნენ თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მოეკლათ. ახალგაზრდა ჯანსაღი ადამიანი, ქალი, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა, მზად იყვნენ რომ ჩაეკოლათ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა უნდა იყოს ამბიცია ადამიანისა, რომ ვიღაცა ცოდვის გამო მოკლა. და თან შენ სულაც არ შეგაწუხო სინდისმა. ესე იგი, რა დონეზე მართლად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი თავი და რა დონეზე ბრმა უნდა იყო, რომ გაგჭირდეს უფლის გამოფხიზლება, რომ რომელიმე თქვენ შორის უცოდველი არისო? აი ვინც უცოდველიაო თქვენ შორისო, იმან ესროლოსო ხო? ვინც უცოდველი იქნებოდა და თუ კი ესეთი ვინმე იქნებოდა იქ უცოდველი. უცოდველობა ესე არ მოდის. უცოდველობა არ არის ისე რომ თქვა რაღაცა
უცოდველობა ეს უზრუნველი მდგომარეობა კი არ არის. უცოდველობამდე მისვლა ძალიან დიდი ბრძოლა და ძალიან დიდი გარდაჭერა. და ვინც უცოდველია, მას იმხელა სიყვარული აქვს მოპოვებული უკვე ყველას მიმართ. რომ მას აზრადაც არ მოუვიდოდა მსგავსი სისულელი, რითიც ის ხალხი მიად გაუქმეს. აი ზუსტად რომ ცოდვილები იყვნენ და ცოდვაზე შეყვარებულები და დაბრმავებულები ამ ცოდვით, იმიტომაც მივიდნენ გასამეტებლად ამ ადამიანებს, რომ ჩავქოლოთ. ამა თუ მოვიდა თქვენ და იოანე გზითა სიმართლისათა და არა რწმენა მისი, ხოლო მეზვერეთა და მეძავთა რწმენა მისი. ხოლო თქვენ იხილეთ და არა შეინანეთ უკანასკნელ რაითამსა რწმენა მისი. მოვიდაო თქვენთან იოანე ნათლისმცემელი, გზითა სიმართლისათა, ანუ იოანე ისე მოვიდა, რომ ვერავინ შარს ვერ ზდებდა ვერაფერში. იმიტომ რომ თვითონა ძალიან ასკეტურად ცხოვრობდა, რასაც ხადაგებდა ყველაფერი ჭეშმარიტი იყო და მოვიდაო, მოგიწოდათო სინამდვილისკენ თითოეულ თქვენთაგანს და თქვენ არ ისმინეთო მისი. და მეზვერეებმა და ცოდვილებმაო ისმინესო მისიო. ხედავ. და თქვენო მერეც არ ისმინეთო მისიო. ანუ ვერ გამოფხიზობთ. აი მე რამდენიმე დღისი მომიწია ზუსტად საუბარი განსაცდელის არსის შესახებ. და აქვე გეტყვით ამასთან დაკავშირებით არის. რა არის განსაცდელის არსი ჩემო ძვირფასო? ჩვენ ხშირ შემთხვევაში განსაცდელის გვეშინია, მაგრამ გვეშინია იმიტომ რომ გვავიწყდება რომ ეს ღვთისაგან არის დაშვებული. რას ნიშნავს რომ ღვთისაგან არის დაშვებული? ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ საკურნებლად არის. ჩვენ სასიკეთოდ არის ჩვენ რომ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე დღეს ვართ, აი ამისთვის ეშვება განსაცდელი ჩვენს თავზე. მოდი სიტყვას დავუკვირდეთ, ხო? რას ნიშნავს განსაცდელი? ანუ ის რაც მანამდე ყურმოყვრით იცოდი, სმენოდა, დაახლოებით იცოდი, ხო? ის რომ განიცადო, ის რომ იგრძნო, შენს განცდაში რომ შემოვიდეს, ის აი მას ნიშნავს განსაცდელი. და განსაცდელის შემდეგ მით უმეტეს თუ კი ადამიანი ამ განსაცდელს სწორად აღიქვამს და სწორად გადახარშავს, სწორად გაუმკლავდება, ადამიანი ხდება ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე მანამდე. ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე არის. ერთი საფეხურით მაღლა ინაცვლებს. გაუშვი, მაგას მაინც საფეხური ისმის. რა გუსტავიდე დაიცინოს ეს. ასე რომ რატომ იყო რომ მეზვერეებმა და ცოდვილებმა და მეძავებმა ისმინეს უფლისაც და ისმინეს იოანე ნათლისმცემელსაც. აი მინდა რომ დაგაფიქროთ ამაზე. იცით რატო ხალხი? იმიტომ რომ მათ უკვე სიმდაბლე ჰქონდათ მოპოვებული. აი იმ განსაცდელებით. აი იმ ცოდვებით, რომლებიც მრავლად ჰქონდათ მათ ჩადენილი. უკვე სული აწუხებდათ, უკვე სული ტკიულდათ, დაუნძიმდათ. ისინი კარგად იაზრებდნენ ღვთის წინაშე თავიანთ არარაობას, თავიანთ ცოდვილობას. და აი ეს გახლავთ ყოვლად აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანმა სიმდაბლე მოიპოვოს. და სიმდაბლის მოპოვება თავისთავად არის ყოვლად აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანმა მადლი შეიგრძნოს და მადლი მიიღოს. თორემ ღმერთი მუდამ ჩვენთან არის, მაგრამ ჩვენ ვერ ვგრძნობთ მას. ჩვენ ვერ ვგრძნობთ, იმიტომ რომ მის საჭიროებას ვერ ვგრძნობთ. მის საჭიროებას ვერ ვგრძნობთ, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილი ვართ საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრებიდან. სულაც არ გვჭირდება ჩვენ ღმერთი. ადამიანი რომელიც ნამდაბლდება, ადამიანი რომელიც დაეცემა, მე მომიყვანია თქვენთვის ხშირად დავით წინასწარმეტყველის, დავით მეფის მაგალითი თუ როგორ დაეცა და თუ რა ღრმად დაეცა, როგორ სკროლამდე დაეცა ის და თან არ დაგავიწყდეთ ვიზე ვსაუბრობთ ჩვენ. დავით წინასწარმეტყველი, დავით მეფე, რომელიც იყო ყველაზე უპირატესი, ყველაზე გამორჩეული მეფე არა მხოლოდ ისრაელის ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში. ღვთისაგან გამორჩეული, სამუნთა მტკმელი, წინასწარმეტყველი, გოლიათის დამარცხებელი, უძლეველი მეფე, ბრძენი და ესეთი მეფე, როგორი ძიმე ცოდვით ეცემა, თქვენ იცით კარგად. როგორ მოაკვლევინებს ის მურია კეტელს და როგორ მოიყვანს მის ცოლს მერე ცოლად. არა ვერაგულად მოაკვლევინებს,
თავისი სასიკვდილო განაჩენი თავისი ხელით გაატანა. დაწერილი. და რაც მთავარია, ვერ ხვდებოდა მე. კმაყოფილიც კი იყო შინაგანად, თვითონ როგორ ოსტატურად მოაწყო ეს ყველაფერი. და ნამუსი არ აწუხებდა. აგზელებდა ცხოვრებას, მოიყვანა ცოლად, მისი ცოლი და იყო ბედნიერი. ხედავთ როგორ შეიძლება ადამიანი ცოდომ დააბრმავოს. საკუთარმა პატიმოყვარებამ, საკუთარმა ამპარტაუნებამ. მაგრამ ღმერთს რომ უყვარდა დავით წინასწარმეტყველი და ღმერთმა რომ იცოდა რომ ამხელა სინანულის რესურსი იყო მასში, ამიტომაც მიუგზავნა მე მას. ნათანი ბრძენი წინასწარმეტყველი რომელმაც ამხილა იგავით იცით თქვენ ეს ამბავი და შემდეგ დავითი ჩავარდა საოცარ სინანულში. უცებ გაეხსნა, უცებ გადაეწმინდა გონება, უცებ გაუხრა აი ამ თავისი თვალსაჩინარიდან ის სოდვის რაღაცა ქერქი და ეს ბინდი და დაინახა საკუთარი თავი. დაინახა საკუთარი საზიზღრობა და აი მიაქცია ყურადღება, რაზე გიმახვილებ ყურადღებას. უფალმა დაუშვა რომ დავითი აი ესეთ უძიმეს სოდებში ჩავარდა. რატომ დაუშვა უფალმა? არ უყვარდა უფალს დავითი? და უნდოდა რომ ცოდვა ჩაედინა დავითს? არა. მაგრამ მიაქცია ყურადღება უფალმა დაინახა რომ დავითს სხვა აღარაფერი აღარ გამოაფხიზლებდა. თუ არა საკუთარი დაცემა. აი ძალიან გთხოვთ ეს მინდა რომ კარგად გაიგოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვემართება ხშირად რა ესეთი რაღაცეები რა. და უნდა ვიცოდეთ რატომ ხდება. ყოველთვის აი სულ რამდენჯერ მithავს თქვენთვის რომ ღვთის განგების საკითხვა ისწავლეთ მეთქი რა თქვენ ცხოვრებაში. რომ ამაში არის ბედნიერების საიდუმლო და მშვიდი ცხოვრების საიდუმლო. როცა იგრძნով და გააცნობიერებ ადამიანი რომ რაც ხდება ყველაფერი ღვთის ხელით ხდება, ღვთის დაშვებით ხდება, შენ რომ იმაზე უკეთესი გახდე ვიდრე დღეს ხარ. აი ამას თუ გაიაზრებ თქვენ მიხვდებით რა რომ ნებისმიერი განსაცდელი და ნებისმიერი ტკივილი თქვენ ცხოვრებაში ეს არის ღმერთის წყალობა. რაღაცაზე დასაფიქრებლად, თქვენს დასამდაბლებლად. ესე იყო დავითის ცხოვრებაშიც. დაუშვა უფალმა, დაუშვა. და შემდეგ რა ხდება? ჩავარდა შემდეგ რაიმებს გავსოლდვაში, ამის მერე კიდე დავითი აღარ. იცით რატო აღარ ჩავარდა? იმიტომ რომ თვითონ დაწერა. სოლდვაი ჩემი წინაშე ჩემს არს მარადისო. ანუ აღარასოდეს აღარ ავიწყდებოდა მას ავის მერე ჩადენილი ცოდვა. და რომ აღარ ავიწყდებოდა, აი სინანული და ის განცდა და ის ტკივილი იმ ცოდვისა, რომელიც მუდამ მასთან ერთად იყო, ხო? უკვე აღარ უშვებდა რომ სხვა ცოდვაში ჩავარდნილიყო, ხედავ. ანუ ამით დაამდაბლა ღმერთმა და აგრძნობინა რომ დავით, შენ ჩემს გარეშე რაღაცა რომ წარმოიდგინე საკუთარი თავი რომ რაღაცა ხარ, არაფერი არ ხარ. და რას ამბობს მერე? ერთ-ერთ თავის ფსალმში მატლ ვარ და არა კაცო. დავითი ამბობს. კაცი კი არა ვარო, მატლი ვარო. დავითი თუ ამას ამბობს, ხალხო, ჩვენ ვინა ვარ და რა ვარ. ყოველი კაციც სრუაო ამასაც ამბობს. თუ განკვირვებასა ჩემსა რამე თუ ყოველი კაციც სრუავს. გაუკვირდა გაიგე და აღმოაჩინა რომ თურმე ყველა ადამიანი სრუა. იცით როდის აღმოაჩინა? როცა თვითონ აღმოაჩინა რომ თვითონაც სრუა. გესმით? თორე მანამდე ეგონა რომ აი შეიძლება ყველაც ება, მაგრამ მე არა ვარ სრულ, მე მართავი ვარ ისინი. მაგრამ აი რომ მიხვდა რომ თვითონაც სრუა ღვთის გარეშე და ღმერთის მადლის და ღმერთის შეწევრის და იმ სიმდაბლის გარეშე მაშინ თქვა და მაშინ დაწერა რომ ყოველი კაცი სრუავს. ეს მინდა რომ გვახსოვდეს ჩვენს ჩემი ძვირფასო ადამიანები, აი რამდენი ადამიანისგან მომისმენია მე აღსარებაში რა, რომ აი მამო რატომ ეს ტკივილი, რატომ ეს განსაცდელი, რატო ხდება ესე ჩემ ცხოვრებაში, აი ვიღაცა ადამიანია რა უგურ უსჯულო ცხოვრობს, არც ეკლესიაში არ დადის, არც იკეთებს აკეთებს, არაფერი არ აკლია, მშვიდად ცხოვრობს, ბედნიერად ცხოვრობს, არც იმის შვილებს უჭირს, არც თვითონ უჭირს, არაფერი. და მე რატომ ემართება ესეთი რაღაცეები? იმიტომ გემართება ჩემო საყვარელო, ღმერთს უყვარხარ. და ღმერთს უნდა რომ გამოფხიზლდე, ღმერთს უნდა რომ სიმდაბლე ისწავლო.
ღმერთს უნდა რომ გაიაზრო რომ შენ ღვთის გარეშე არაფერი არ შეგიძლია. და იმას იცი რატო არ ემართება იგივე განსაცდელი? იმიტომ რომ ღმერთი ხედავს რომ ის იმდენად ტლანქია და იმდენად უხეშია, რომ ეს განსაცდელი გონს კი არ მოიყვანს, კიდევ უფრო გააბოროტებს და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს მას. აგერ სულ ახლახანს, აგერ დღეს გავასვენებ ჩვენი სტიქადოსა. ჩემ ხელა ბიჭი, რომელიც აგერ ავარიაში მოდიოდა სახლში, ბრუნდებოდა, ცოლი, ორი გოგონა დარჩა, მცირეწლოვანები. უსაშინლეს ავარიაში, უსაშინლესად დაილეცა. იმდენად დაილეცა, რომ არც კი გადახადეს, იმდენად ჩვენ გადავხადეთ, ისა ვნახე ჩასვენების წინ, რა. სათითაო დააწყვეს და მიაკერეს ნაწილები ერთმანეთს. ჯანმრთელი ჯანსაღი, სასალამათი ჯანღონით სავსე კაცი ჩვენი სტიქადოსა, ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი. აგერ 2-3 დღით ადრე კიდე 18 წლის ბიჭი გავასვენებ. ეხლა ხორციელი თვალით თუ შევხედავთ, ეს საშინელი ტრაგედიაა ჩემს ძვირფასო. მაგრამ ხორციელი თვალით ქრისტიანებმა არ უნდა შევხედოთ. აი მაშია საქმე. ჩვენ იმიტომაც ვარ ქრისტიანები, ჩვენ სულიერი თვალი უნდა გქონდეს გახელილი და ამ სულიერი თვალით უნდა ვხედავდეთ ყველაფერს. და როდესაც ღვთის გადმოსახედიდან შეხედავ, როდესაც სულიერი თვალით შეხედავ ნებისმიერ მოვლენას, აღმოვაჩენ რამხელა სიკეთე, აღმოვაჩენ თუ რისთვის დაუშვა უფალმა, ესა თუ ის ტკივილი შენს თავს, ესა თუ ის განსაცდელი, დაინახავ ღმერთის ხელს. დაინახავ ღმერთის სიყვარულს და მზრუნველობას და დამშვიდდები, ნაწნარდები და მადლობას გადაუხდი უფალს. დამდაბლდები, რაც მთავარია. ეს დაემართა პეტრე მოციქულსაც. ამხელა ამბიცია ჰქონდა ხო პეტრეს. მაგრამ დაამდაბლა ღმერთმა. პეტრე რო არ დაემდაბლებინა ღმერთს, პეტრეს ის არ დამართნოდა, რაც დაემართა. უფალი რო არ უარიყო, ვერასოდეს ვერ დაინახავდა საკუთარ თავს სინამდვილეში. აი სულ ისეთი ამბიცია ექნებოდა და დარწმუნებული იქნებოდა, რომ თვითონ უღალატოა და წყალი არ გაუღო. და ნახეთ რა დაემართა? უფალსაც კი არ დაუჯერა, კაცო, უფალმა უთხრა, რომ შენო პეტრე, შენ იქნებიო. მე რომ გამყიდიო. შენ იქნები ზუსტად რომელიც იტყვიო, რომ არ ვიცნობ საერთოდ ამ ადამიანს. არ დაუჯერა. წარმოგიდგენიათ რამხელა ამბიცია იყო პეტრეში. და თან როგორ უფალს არ დაუჯერა, ხალხო? რამდენი სასაული იხილა. პეტრე იყო პირველად რომ უთხრა, რომ შენ ხარ ძე ღვთისაო. კი ძე პირველად პეტრე მაღიარა. უამრავი სასაული იხილა. ზღვაზე გაიარა თვითონაც. ესეთ უფალს არ უჯერებს. ხედავთ ამბიცია რა არის? აი ღმერთი რომ გამოგეცხადოს რომელი თქვენთანაც რაღაცა რომ გითხრას რა. რომ ხვალდას ეგ ესე იქნება და შენ არ დაუჯერო რომ არა, არაერთი არ არსებობს. ეს ხო იქნება ეხლა ჩვენი მხრიდან ამ პარტაუნება. ხო და ეს ამ პარტაუნება როა ყოფილიყო პეტრეში და რომ დამდაბლებულიყო და პეტრე რომ მართლა ის გამختارიყო რაც მე გახდა კიდევაც, აი ამისთვის დაუშვა უფალმა ის ტკივილი და ის განსაცდელი რომელიც მას დაემართა. და რა ვიცი, უამრავი ადამიანის შემიძლია ჩამოგითხოვოთ, შემოკარგებოდა პირველ ყოვლისა მე საკუთარი თავი და ბევრჯერ მომოყოლია თქვენთვის რაღაცეები ჩემს ცხოვრებიდან თუ როგორ ინება უფალმა რომ აი იმ რაღაცა საშინელი სულიერი მდგომარეობიდან გამოვეყვანე და რაღაც ადამიანს დავემსგავსებინე რა. მართლა გეუბნებით, მე არ ვაჭარბებ რაღაცა სრულ და ესეთ ყალბით ამდაბლობით კი ეგიყოფით ამას, მართლა. ეს მაშინ იყო რომ მე ჩემი თავი რაღაც მეგონა, თორე დღეს რომ უყურებ დღევანდელი გადასახედიდან გასლაპარაკ. აი, მძიმე სულიერ მდგომარეობაში ვიყავ, მძიმეს. და დიდება უფალს და მადლობა უფალს. მეც ვცდილობ რომ არ დამოვიწყდეს არასოდეს ის ტკივილი. აი სოდვაი ჩემი რომ იყოს ჩემს თვალწინ მარადის და ეს მეხმარება იმაში რომ ხვალდაზე
თქვენი იქება მაგალითად თავში არ ამიბარდეს. მართლა გეუბნები. თორე იცით რა ხელა სასტურია სასულიერო პირისაც რომ მიდიან რომ მამაო შენ რა მაგარი ხარ შენ რა მაგარ რაღაცებს მეუბნები აი არც ერთ დილსაბეთ ხოჩებს ესეთი რაღაცა რაც აი რა ხელა სიტყვა მომდის შენგან მამაო რა ხელა სიყვარული ეს იცი რა ხელა სასტურია ამბობს თუ ის თუ ეს მართლა არ დაიჯეროს და მართლა თავში არა უარეს მაგრამ აი მე რომ ახსოვს ზუსტად ჩემი თავი მე ვინცა ვარ და სწორედ ამიტომაც დაუშვა უფალმა ჩემს თავს ის ყველაფერი რაც მანამდე დავემართა და მხოლოდ მე რეინება ჩემი უდლობა ღმერთმა იმიტომ რომ კარგად იცოდა რა ჩიტიც ვიყავი რომ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მართლა დამეჯერებინა და ამ ყველაფერს მოვიხილდი და ჩავედე რაღაც საშინელ მდგომარეობაში მაგრამ დღეს ღვთისმადლი ღვთის შეწევნით არ მემართება ეგეთი რაღაცა იმიტომ რომ ყოველთვის მახსოვს რომ რაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოეწონოს ადამიანის ჩემში ეს ყველაფერი ჩემი არ არის და ღვთისა იმიტომ რომ ჩემი რაც იყო მე ღმერთმა მანამდე ძალიან კარგად დამანახა მარტო ჩემი რაც იყო და დამამდაბლა ბოლომდე დამამდაბლა იცით რატო გითხარი და რატო მოგიწევით ეს ყველაფერი და ამხელა გადახოვასავით რატო გავაკეთე იმიტომ რომ მინდა რომ გავსოვდეთ ჩემო ძვირფასებო თქვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს მსგავსი განსაცდელები შეიძლება ხვალ და ზეგ იყოს მაგრამ არ გაგიკვირდეთ და მზად იყავით ამისათვის და გახსოვდეთ რომ იმისთვის უშვებს ამას უფალო თქვენ სიმდაბლე ისწავლეთ არაერთხელ მithქვამსა კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეორებ როგორ შეიძლება რომ ცხონდე როგორ შეიძლება რომ გადარჩე როგორ შეიძლება რომ დაიმკვიდრო უფალთან ერთად შენ როდესაც ქედმაღალი ხარ და საკუთარი თავი რაღაცა გონია და შენს მოყვას შენს დას ძმას მეგობარს ზემოდან უყურებ მეორე ხარისხოვან ადამიანად მიგაჩნია როგორ შეიძლება რომ შენ იმედი გქონდეს ცხონებისა და გადარჩენისა ღმერთთან ერთად მარადიული სიხარულისა და ნეტარებისა როდესაც ღმერთი შემოქმედი ისეთი თავმდაბალია ერთი გეუბნება ამას და მეორეც იმტკიცებ თავისი საქმე ისეთი თავმდაბალია რომ მომის ბუნება მიიღო უღარიბესად იცხოვრა და მოკვდა შენებობისა შენ ისი იმედი გაქვს ამ პარტავანო ადამიანებს ის შენ თავს მიმართა პირობის და მე რთვეს ისი იმედი გაქვს რა გადაგარჩენს რა გაწყობებს სიმდაბლის გარდა ერთხელ ანტონი დიდმა მეორე საუკუნეში მოღვაწეობდა ეს ერთ-ერთი უდიდესი მამა და ფუძემდებელი ბერმონაზული ცხოვრებისა ერთ-ერთ ხილვაში მას მრავალი ხილვა ჰქონდა იხილა ბადე შავი მუქი ბადე უწვრილესი რომელიც გადაფარებული ჰქონდა მთელ დედამიწას და შეეშინდა და მასთან მდგომ ანგელოს კითხა რა არის ეს რა ბადეა ეს არისო ეშმაკის ცდუნებების ბადეო რომელიც არისო გადაფარებულიო მთელ ქვეყნიერებას და მთელ სამყაროს იდილი დაიწყო ანტონი რომ ნუ თუ შეიძლება რომ აი ამ ბადესო ბადე იყო ისეთი უწვრილესი რომ კოღო ვერ გაძვებოდა შეიძლება როგორ შეიძლება რომ ამ ბადესო ვინმე დაუსხლტესო და ვინმე გაექცესო განარითი შეიძლება რომ ეს შეძლოს ადამიანმა და ესმა პასუხი ანგელისაგან მხოლოდ სიმდაბლით გამოვა ანტონი მხოლოდ თავმდაბალი გაექცევა ამ ბადესო მე არაერთხელ მithქვამს თქვენთვის და კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ რომ თავმდაბლობა გახლავთ ის ყინული რომელზეც ეშმაკი ვერასოდეს ფეხს ვერ მოიკიდებს დაუსხლტება მას ფეხი ანუ თავმდაბლობა არის აი ერთადერთი ის სარკე ზედაპირი აი რაც გინდათ ის უწოდეთ რომელიც აირეკლავს ყველანაირ ცოდვას ყველანაირ ხიბლს ყველანაირ უსჯულოებას ყველანაირ საშინელებას რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს ყველანაირ გახურებულ ისარს ეშმაკისაგან ჩაწოდებულს მის გონებაში აბსოლუტურად ყველაფერს აირეკლავს მხოლოდ და მხოლოდ სიმდაბლე და თავმდაბლობა და პირიქით გეტყვით ამ პარტაუნება საკუთარ თავზე წარმოდგენის ქონა არის ის ნოყიერი ნიადაგი ეშმაკისათვის რომელზეც შეუძლია ნებისმიერი თავისი მავნე ცოდვის თესლი ჩათესვოს ანუ მოკლედ შემიძლია გითხრათ რა ესე რა რომ ესე ფორმულის სახით რა
სოდვის ნიადაგი ადამიანში არის ამპარტაუნება და სათნოებების და სიკეთის ნიადაგი არის თავდაპირველობა. აი ესე შეიძლება მარტივად გაიმიჯნოს აი ეს ორი რა. შესაბამისად, ამპარტაუნება დამღუპველი ადამიანისა, თავდაპირველობა მაცხოვნებელია. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ იმ სიტყვებს, მინდა წერილი სიტყვებს, რომელიც ხშირად მიყვარს კონდე მისი გამეორება, ამპარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბლთა მოსის მადლი. ასე რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ ჩემო ძვირფასებო. და ამიტომაც ამ ხელს უფალი, აი მიუდეველებს და იმ ჯულის მოძღვრებს რომ თქვენო, იმიტომაც ვერ მიიღეთ იოანე ნათლისმცემ. შესაბამისად იოანე რო ვერ მიიღეთ, ვერც მე ვერ მიმიღეთ. იმიტომ რომ ქედმაღალნი ხართ, იმიტომ რომ ამპარტავანი ხართ, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა გაქვთ, იმაზე მეტი ვიდრე ხართ. და იმიტომ რომ ცოდვამ გაგაბრმავართ, და აღარ გაძლევთ საშუალებას რომ ჭეშმარიტება შეიმეცნოთ. აღარ გაძლევთ საშუალებას რომ ღვთის მადლი შემოვიდეს თქვენს გულში. ამიტომაც ხართ ესე დღეში. სხვა იგავი ისმინეთ. ახალი იგავს ეუბნება. კაცი ვინმე იყო სახლის საუფალი, რომელმან დაასხა ვენახი და ზღუდე გარემოს გვამარს და ქმნა მასშინა საწნახელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. კაცი იყო ვიღაცაო, შეძლებულიო, ნუ რა თქმა უნდა თქვენ ყოველთვის ხვდებით რომ აქ ამ კაცში უფალი გულისხმება თავად. რომელმაც დიდი ვენახი გააშენაო, ღობე შემოარტყა. ღობის შემოტყმა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ ეს მისი საკუთრებაა, ხო? მისია. დაიკანონა ჩვენ ენაზე ვთქვა, ხო? დიდი საწნახელი ააშენა მაშინ, იმიტომ რომ ის ვენახი, რომელიც მოვიდოდა იქიდან ის ყურძენი მოსავალი რომ დაეწურა შემდეგ იმ საწნახელში, ხო? გვინდათ რომ გაგეიცია. გოდოლიც აღაშენაო, ანუ შენობა ააშენა შიგნით, რომელშიც უნდა ეცხოვრათ იმ მიწათმოქმედებს, ვინც იქ იქნებოდნენ. დააყენა იქ ხალხი, ანუ დაიქირავა ადამიანები, რომლებსაც უნდა ემუშავათ, რომლებსაც უნდა მიეხედათ მისი აი ვენახისათვის თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა არა უსასყიდლოდ, იმიტომ რომ ისინი თავენ გასამჯელოს იღებდნენ, თითოეულ მათგანს მოურიგდა თავენ გასამჯელოზე და თვითონ წავიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაი, მოავლინა მონანი მისნი მოქმედთა მათ, მოგებად ნაყოფისა მისისა. დრო მოვიდა რა, შემოდგომა დადგა, დამწიფდა ეს ყურძენი და უფალს უნდა რომ თავისი მოსავალი მიიღოს უკვე რა. და გააგზავნა თავისი მონები, მსახურები ვენახის მოქმედებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც დადგენილი ყავდა იქ ვენახის მისახედად. და აბსოლუტურად სამართლიანად იმათ ისიც ეყოფოდათ, რომ ისინი იმაში გასამჯელოს იღებდნენ. და გააგზავნა ხალხი, თუ წადითო და ჩემი მოსავალი მომიტანეთო, ხო, იმიტომ რომ ის რომ მისი მოსავალი ის რომ მან ჩაყარა, მან დარგო, მან თავისი სახსრები გაიღო, იმისათვის რომ ეს ვენახი აეშენებინა, ღობე გაეკეთებინა გარშემო, ის შენობაც აეშენებინა შიგნით. აგერ ხალხი დაიქირავა, მათაც ფულს უხდიდა და ეხა არ ეკუთვნოდა, ხო ეკუთვნოდა კაცო თავისი მოსავალი კაც. ანუ მოდი ესე შევხედოთ რა, ბიზნესი ქონდა, რაღაცა თავისი საქმე ქონდა, რომელიც ჩააბარა ადამიანებს და ეხა მომეცით მე რაც მერგება ჩემი წილი, მე მომეცით. აი ამ ბიზნესიდან, ამ საქმიდან, მე ხო ეს საქმე იმისთვის წამოვიწყე, მე მინდა რომ ჩემი მოგება მქონდეს, ხო? და თქვენსაც გიხდით ავალად, თქვენ რაც გეკუთვნით. მოდი ნახოთ ეხა რა უცნაური რამე ხდება. და შეიპყრეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისმით, რომელთამე სცეს, რომელნივე მოსყიდნეს და რომელთამე ქვაი აკრიბეს. გაუცება ხდება, ნახეთ? ეს ადამიანები, რომელიც ამ ბატონმა გააგზავნა, თავისი კუთვნილი მოსავლის წამოსაღებად, ზოგიერთ სცემესო, ზოგი დახოცესო, ზოგი ქვებით ჩაქოლესო. რა ხდება, ნეტა რა მოხდა იმათ სულში? ნეტა რა მოხდა ვენახის მოქმედთა გულში? რა უცნაურია რა. შემდეგ რა ხდება?
კვალა წარავლინა სხვანი მონანი უმრავლესნი პირველთასა და მათსა ეგრევე უყვეს. შემდეგ კიდევ გააგზავნა. გაუკვირდა უფალს როგორ ჩანს რა? რა ხდება ეს, რატომ ხდება? და გააგზავნა ხელახლა, უფრო მეტნი გააგზავნა. იმათაც ისევე მოექცენა ზუსტად. ისინი ზოგი დახოცე, ზოგი სცემეს. ხოლო უკანასკნელი მიულინა მათ ძე თვისი და თქვა, შემდეგ საკუთარი შვილი გააგზავნა, საკუთარი ძე. და თანო თავისთვის თქვაო, შეხოლო თუ იყდიმო ძისაგან ჩემისა, იქნებ ამ ჩემი შვილის, ჩემი ძის ხათრი მაინც იქონიონო და ის ჩემი წილი, რაც მე მეკუთვნის მომცემო რა. იქნებ ხათრის გამო, იქნებ რომ დაინახავო, ჩემი შვილი მივიდა თვითონ. იქნებ მის გამო მაინც შერცხვეთო რა, ინამუსო და მომცემო რა, რაც მეკუთვნისო რა. ხოლო ქვეყანის მოქმედთა მათ, ეხა უყურეთ ამ გაფუჭებული და გაარყვნილი ადამიანის გონება როგორ მუშაობს და როგორ აზროვნებს. ქვეყანის მოქმედთა მათ, ვითარცა აიხილეს ძე იგი მისი, თქვენს გულსა შინამაცა. ესე არის მკვიდრი. მოვედით და მოკლათ იგი და დავიბრათ სამკვიდრებელი მისი. ხედავთ რა ხდება? ხედავთ როგორ შეიძლება დაეცეს და დამდაბლდეს ადამიანის სული, ადამიანის გონება? რას ფიქრობთ? კაცმა გააგზავნა იმისათვის, რომ იქნებ მისი ხათრი მაინც იქონიონო, იქნებ მისი მაინც მოერიდოთო, რომ ამან მაინც გაუღვიძოთო სინდისიო, რომ თვითონ ჩემი ძე რომ მივაო, იმოსავლის ამოსაღებათო და ესენი ნახე რას ფიქრობენ? თავიანთ გულში უფალე ამბობს. აო, ნახეო შეხედეო, ძე მოდის, ეს მკვიდრიო. ეს არის რომ მე მკვიდრიო. წესით ამას რჩებაო ეს ვენახიო და მოდი ეს მოკლათო. მოვიშოროთ მე მკვიდრიო და მთელი ეს სამკვიდრებელი ჩვენი იქნებაო და ჩვენი გახდებაო. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახისა მის და მოკლეს. ძე, რომლისაც წესით უნდა მორიდებოდა, მოკლეს. ვინ მოკლეს, თქვენ ხვდებით? იმ კაცის შვილი მოკლეს, ვინც მათ აჭმევდა და ასმევდა, ვინც მათ ხელფასს უხდიდა, ვინც მათ ოჯახის შენახვის საშუალებას აძლევდა. ხედავთ როგორ ღორდება ადამიანი და რა საზიზღარი თვისება აქვს ის წინაშე ეს უმადურობა და ღორობა, რომ არ დაკმაყოფილდნენ იმას, რაც მათ ჰქონდათ ღვთისაგან და უფრო მეტი მოუნდათ რომ ბატონ პატრონი გამხდარიყვნენ ამ ყველაფრისა, თვითონ გამხდარიყვნენ მემკვიდრეები და მოკლეს მხოლოდ ჩობილი ძე მამისა. ეს ჩვენ ხშირად გვემართება ჩემი ძვირფასებო, აი რა იგულისხმება ამაში ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი ყოველი ადამიანი ვიგულისხმებთ. ჩვენ ღმერთმა აი ეს ქვეყანა გვაჩუქა, აი ეს მთელი სამყარო, მოდი დედამიწაზე ვილაპარაკოთ, ხო? შეგვიქმნა, მოგვცა, სიცოცხლე მოგვანიჭა, ჩვენც მოგვავლინა ამ ქვეყანაზე და დაგვადგინა რომ მიდი იცხოვრე. ოღონდ ისე იცხოვრე, რომ მე ცხოვრდე, მე გადარჩე და მე მომიტანე ის, რაც მე მეკუთვნის და რა უნდა უფალს, რა სიტყვის ჩვენგან? ნუ თუ უფალს ჩვენგან რამე ჭირდება, არაფერი არ ჭირდება. მაგრამ ისევ ჩვენთვის გვეუბნება, ხო? ისევ ჩვენთვის გვეუბნება ამას, რომ ჩვენ გავხდეთ უკეთესები ამ შემთხვევაში, ეხლა ამ ვენახის მოქმედებს. რომ მიეცათ, ეხლა ამათ რომ ჭკუა ქონოდა, ამათ რომ სიმდაბლე ქონოდა და სწორად რომ ეაზროვნათ, უნდა მიეტანათ, უნდა გახარებოდათ პირიქით, თვითონ უნდა შეეთვალათ, რომ ბატონო, მოდი, შენი მოსავალი მზად არის, მოდი წაიღე. ესეთი კეთილი ბატონი რო ყავხარ, ესე რო გვივლი, ესე რო ზრუნავ ჩვენზე, რომ გვაძლევს ცხოვრების საშუალებას, რომ გვაძლევს სამუშაოს, რომ მუშევრები არა ვარ და ცოლ-შვილი მშივრები არა ყავს, რომ ჩვენც ვიკვებებით. მოდი წაიღე და განა უფრო მეტ წყალობასა უბოძებ და შემდეგ მათ ის მამა და ის
ბატონი იმდენ სამენახისა, როცა დაინახავდა როგორი კეთილსინდისიერები ჩრომობდნენ მის ვენაში. განაგაცილებით მეტად არ ეყარებოდა, შეიძლება მათთვის ხელფასი გაეზარდა, შეიძლება პრემიები მიეცა, შეიძლება ეთქვა, რომ აი რომ დაინახავდა, რომ ეს ყველაფერი ვთქვათ, მათ როგორი გულით გაუმზადეს მას, შეიძლება თვითონ ეჩუქებინა მთელი მოსავალი მათთვის, რომ აი როგორი საყვარლები ხართ, როგორი კეთილები ხართ, როგორ გულით მოინდომეთ მართლა და მოდი აი მე კეთილი ვარ და მე მინდა თქვენ გაჩუქოთ ეს ძალიან და მართლა ესეთია ღმერთი ხალხი. მე რამდენჯერ ვიტყვას თქვენთვის, რომ აი მცირების, იმ ელემენტარულის მოთბენის ფასად, რაც ჩვენ ამ ქვეყანაზე გვიწევს, რომ მოვიწვინოთ და გაუწევთ. ღმერთი მარადიულ სიხარულს და სიტყვებას გვპირდება, მარადიულ ნეტარებას, ღმერთობას გვპირდება. აი ისეთები იქნებითო, როგორიც მე ვარო, რომ ჩემთან ერთად დაჯდებითო იმ საყდრებზეო და თანამეუფენი გახდებით ჩემი, თქვენ ხვდებით ხალხო ამას. ეს რას ნიშნავს? რამხელა სიკეთე და რამხელა სიყვარულია უბრალოდ. და მეორე მხრივ რას მიუნიშნებს ეს? რისი წინასწარმეტყველებაა? რატომ მეუბნევა ამას უფალი ამ იუდეველებს და ებრაელებს? რაზე წინასწარმეტყველებს ღმერთი? საკუთარ თავზე. და უპირველეს ყოვლისა სწორედ იუდეველებს ეხება ეს ყველაფერი, რასაც უფალი ამბობს ამ იგავში. რომ ისინი ყავდა უფალს გაფუფუნებული. მათ უვლიდა, არაკლებდა ციმნიავს, მათ მისცა ჯული, ისინი გამოირჩია რჩეულ ერად აქცია, ეგვიპტიდან გამოიყვანა, აღთმულ ქვეყანაში მიიყვანა, ჯული მისცა მოსეს გზით. ხელთუქმნელად დაუწერა ის 10 მცნება. წინასწარმეტყველები მიუვლინა მათ. აი ეს წინასწარმეტყველები იყვნენ სწორედ ისინი, ვიზეც ეხა უფალი ამბობს, რომ თავისი მონები მიუვლინაო, მიუგზავნაო და ზოგიერთს სემესო, ზოგსო ქვები დაკრიბესო, ქვები ჩაფოლისო და ზოგი კიდევ დახოცესო. ესე იყვნენ, ეს ხვედრი გაიზიარეს წინასწარმეტყველებმა ზუსტად. ამიტომაც არის, რომ უფალი ეუბნება, რომ თქვენი მამების მკვლელები ხართო. თქვენმა მამებმა წინასწარმეტყველები დახოცესო. ესაა წინასწარმეტყველი ხერხით გახერხეს შუაზე. ესაა წინასწარმეტყველი ხალხო, რომელმაც ქრისტეს შობა იწინასწარმეტყველა. ხერხით გახერხეს ებრაელმა ერმა. ვისაც მოუვლინა უფალმა ეს წინასწარმეტყველი და სულიწმინდის მადლით რო ეუბნეოდა, რომ ახარებდა რომ ქალწული შობს ძეს, რომელიც თქვენი მხსნელი იქნებოდა, მოკლეს, გახერხეს. და რამდენი წინასწარმეტყველი ისე დახოცეს. აი ამ უმადურებმა. და ჩვენს ესეთები ვარ. და ბოლოსო ძე გაუგზავნაო თავისი რომ იქნებ მისი მაინც ესე არ მოხდა სწორედ. ბოლოს ძე გაანკაცდა. ღმერთმა თავისი მხოლოდ შობილი ძე ამ ქვეყნად მოავლინა. ხორცი შეასხა. ადამიანად აქცია. რომ იქნებ მისი მაინც ისმინონო, განკაცებული ღვთისაო. და გაიყვანეს და მოკლეს. ჯვარზე გააკეთეს. როგორც უკანასკნელი ავაზაკი. მე კითხვას სვავს უფალი. ამას თან რა იცი, რაზე მინდა ყურადღება მიაქციოთ ხალხო. ღმერთმა ეს ყველაფერი იცის ხალხო. იესოში ორი ბუნებაა შეერთებული, არ დაგავიწყეთ, ღვთაებრივი და ადამიანური. და იესომ თავისი ღვთაებრივი ბუნებით მასში ადამიანმაც იცის რა ელოდება მას. მილიონჯერ მithქვას მე თქვენთვის, რომ ღმერთის წინაშე დრო არ არსებობს, ღმერთის წინაშე მომავალი არ არსებობს. ამიტომ იცის უფალმა, მის თვალწინ ხდება ეს ყველაფერი რა ხედავს ხვალინდელ დღეს. ეს მათთვის არის ხვალინდელი, თორე უფლისთვის არ არის ხვალინდელი. ხედავს ამ უმადურებს, რას გააკეთებენ, როგორ მოკლავენ, როგორ გაიმეტებენ, ჯვარზე გასაკრავად. სიყვარულს, ღმერთს და ხედავს ამას ყველაფერს უფალი და მაინც როგორი მოსიყვარულია, როგორი თბილია, როგორი დაანთმობია მათთვის. როგორ უკეთებს ყველაფერს, როგორ ტკბილად ესაუბრება. როგორ კურნავს, როგორ მოუწოდებს სიკეთისაკენ ხალხს, რომლებმაც ზუსტად იცის, რომ ხვალ ჯვარზე უნდა გააკრა.
და სასიკვდილოდ უნდა გაიმეტო. ალბათ ჩვენ ვერასოდეს ვერ ჩავწდებით ღმერთის სიყვარულს. ალბათ კი არა ესეა რამბობ, ვერასოდეს ვერ ჩავწდებით. რაჟამს უკვე მოვიდეს უფალი, სავენახისა მის, რაიმე უყოს ქვეყანის მოქმედთა მათ. როგორ უფალი კითხულობს. ხო მოუყვა ეს იგავი. ხო და ეხლა კითხვას უსვავს ამ ხალხს, მსმენელებს, როდესაც უფალი მოვაო, დაბრუნდება, რას უზავსო ამათო თქვენ როგორ გონიათ? ანუ უფალი ტკბილად ექცეოდა, მათ უფალს შეეძლო, რომ ძალით აეღო თავისი მოსავალი, ჯარი გაეგზავნა იქ. და იმ ჯარის იმათ შეეშინდებოდათ იმ კურდღლებს აუცილებლად. და უცებ მიუთვლიდნენ ყველაფერს. აი ეს არის თქვენი და წაიღეთ, კი ბატონო. შეეძლო უფალს, რომ ძალით წამოიღო, მაგრამ არ უნდოდა ამის გაკეთება. მათ ჩვენი გულისხმიერების იმედი ჰქონდა ღმერთს. და ღმერთს იმედი ჰქონდა, რომ ჩვენ მიუხვდებოდით, რომ ის რაც ღმერთს ეკუთვნის, მიეცი უფალს. ისევ შენ სასიკეთოთ, რომ შენ დაგიბრუნდეს ისევ ეს სიკეთე. და როდესაც ესე მოექცნენ მის მონებსაც, რომლებიც უყვარდა უფალს და მის ერთადერთ მხოლოდშობილ ძესაც, რომ მოკლეს. განა რისი ღირსია ეს ხალხი უფალი სვავს შეკითხვას. და პასუხობენ ისინი თვითონ. ბოროტნი იგი ბოროტად წარწმინდეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყანის მოქმედთა, რომელთა მოსენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა. ხედავთ? სწორად პასუხობენ. ანუ სხვა რო სხვის ომში ბრძენია, ხო იცით არა? ანუ სხვებთან მიმართებაში, ანუ მათ კი ვერ გაიაზრეს, რომ ეს მათ ეხებოდათ. იმ წუთში ვერ გაიაზრეს ნამდვილად. ცოტა მოგვიანებით ნახავთ, რომ ვიღაცები მიხვდნენ. იმ ბოროტებსო დახოცავსო, ბოროტად წარწმინდესო, იმიტომ რომ აი როგორც იმსახურებენ, ისე მოექცევა იმათო და რა თქმა უნდა ისინი იმსახურებდნენ აი ამ დახოცავს. და ვენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყანის მოქმედთა, ამ ვენახსო მისცემს უკვე ისეთ ადამიანებს დააყენებს სამუშაოდ თავის ვენახში, რომლებიც დროულად მისცემენ მას თავის ნაყოფსო ყოველთვისო. სწორად უპასუხეს, ხო? და განა ესე არ მოხდა სწორედ? ებრაელმა ერმა, რომელთაც უნდა მიეღოთ, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, რომ მიეღოთ უფალი და ვერ მიიღეს და იგი ჯვარზე გააკრეს, ამის გამო დაისაჯეს ისინი. ამის გამო უამრავი საჯელი დაატყდა ამ ხალხს. უამრავი საჯელი ხალხო. დაწყებული პირველივე საუკუნეში. ტიბერიუსის შემოსევიდან, რომელმაც ტაძარი დაუნგრია მათ, იერუსალიმის უფალმა ხო იწინასწარმეტყველა. ხო ხედავთ აი ამ ლამაზ ტაძარს რა? ქვაზე აღარ დარჩება. 70 წელს დაინგრა იერუსალიმის ტაძარი. და იმის შემდეგ მუდმივად დევნაში არიან ებრაელები. და დაფანტულები მთელ მსოფლიოში. აი სწორედ მე-20 საუკუნეში მიეცათ მათ ხელახლა საშუალება, რომ ისევ თავიანთი სახელმწიფო აღედგინათ. თორემ მაგდენი ხის განმავლობაში იყვნენ სახელმწიფოს გარეშე, ტაძრის გარეშე, თავიანთი იერუსალიმის გარეშე. საუკუნეების განმავლობაში. და თქვენ რა გონიათ? ამის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გენოციდი ებრაელებისა, რომელიც ჰიტლერმა მოაწყო, ეგ ყველაფერი ღმერთის გარეშე მოხდა, თქვენ გონიათ? თუ გონიათ, სულ ყველა გონიათ მინდა. ღმერთმა დაუშვა ეს შემოძულფასება. აი ეს იყო უკვე საბოლოო სასჯელი მაგათი და საბოლოო გამოსაფხიზლებელი, რომ აბა ვინც აზზე მოსვლელი იყო, რომ აზზე მოსულიყო, გონს მოგებულიყო. კი რა თქმა უნდა ადამიანურად უზარმაზარი ტრაგედია იყო და ჩვენ ყოველას გული შეგტყივა ამ ყველაფერზე, მაგრამ დამიჯერეთ მე თქვენ. ეს ყველაფერი მათ გამოსაფხიზლებად ხდება. ამდენი მილიონობით ადამიანის დახოცვა კი არა. ერთი ადამიანის თავიდან ერთი ღერითმა არ ჩამოვარდება ღმერთის განგების გარეშე. არათუ ესე მილიონობით ებრაელი დაიხოცეს. არ დაუშვებდა ღმერთი და არავინ არ მოკვდებოდა. საერთოდ გახსოვდეთ ჩემო კარგებო, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე და სიკვდილი მხოლოდ უფლის ხელშია. ღმერთმა თუ არ დაუშვა, არც ერთი ადამიანი არ გავა ამ ქვეყნიდან. და ღმერთი როცა უშვებს, მაშინ გადის და გადის იმ დროს, როცა ყველაზე მეტად არის მომზადებული იმისთვის.
აი ამ დღეებში მიცვალებულებთან მომიწია სწორედ ჭირის უფლებთან ამის საუბარი. აი ადამიანი არსებობს, მამაშალვა იცნობს თვითონ, ცოცხალია დღესაც ეს ადამიანი, რომელსაც 7 ტყვია ჰქონდა მორტმული სხეულზე და შემდეგ ერთი საკონტროლო გასვლა თავში. და ცოცხალია. დღესაც ცოცხალია. ხედავთ? მეცხრე სართულიდან გამოვარდნა ადამიანი და რაღაცა მსუბუქი დაჟეჟილობა მიუღია რა. შეიძლება კედელს მიაკვა თავი და გარდაიცვალა. ეს ყველაფერი არის ღმერთის ხელში და უნდა გვასწავდეს და აი ხედავთ რა შეეუბნება უფალი. უпроსტად ისინი პასუხობენ იმას, რაც არის ჭეშმარიტება და რაც არის სინამდვილეობა. წაერთმევა იმათო და წაერთვა კიდევაც ებრაელებს და ისინი დაისაჯნენ ამის გამო, რაც მათ ჩაიდინეს და რაც თვითონვე დაიწყევლეს მერე საკუთარი თავი რომ სისხლი მაგისი ჩვენზე იყოს და ჩვენ შვილებზეო. და დღემდე ამ წყების ქვეშ არიან. და დაიტეხეს თავზე უამრავი ტკივილი, უამრავი განსაცდელი, უამრავი უბედურება. ხედავ? და ესეც მოხდა. და ვენახი ვის მიეცა? სხვებს. ჩვენ მაგალითად ყველა იმ ადამიანს, ვინც ქრისტე მიიღო. ჩვენ მოგვეცა ვენახი და ჩვენ შრომობთ. მაგრამ ჩვენ თავი არ უნდა დავიშვიდოთ, გახსოვდეთ რომ ეს ესე მარტივად არ არის, რომ ეხლა რაგი მოგვეცა, ესე იგი თავი კუჭი გვაქვს და უკვე საზღვაროში ვართ. ესე არა. ძალიან დიდი შრომა გვიწევს. იმისათვის რომ დავიმკვიდროთ ის რაც ჩვენ გვექნება. გვამათ იესო არასადა აღმოგიკითხავსა წინთა შინა. აი ეს ფრაზა მათ კლავს. როცა უფალი ეუბნება რომ არსა წაგიკითხავთო, იმიტომ რომ იმათ ეხა თავი მოვაქვთ, რომ ეხა თან ხედავენ ეხა იესოს უბრალოდ განსაცვლელი დადის. უბრალოდ ჩაცმული, უბრალოდ ოჯახში გაზრდილი, თავის თვალით უყურებდნენ რომ მთელი თავისი სიჭაბუკე და ახალგაზრდობა ვიდრე იმის ჟამამდე სანამ ის თავის მისიონერულ მოღვაწეობას დაიწყებდა, შვიდად ცხოვრობდა და მამას ეხმარებოდა, დურგლობდა მამობილს, მათ თვალში მამას, ხო? იოსებს. და ეხლა უცებ ხედავე, რომ ეს იმხელა ამბიციებს ამჟღავნებს, რომ უდელ თავრებს ბავშვობიდან რომ ჯულს სწავლობენ და იქით რომ სხვების მასწავლებლები არიან და იმ ჯულში განსწავლულ ადამიანებს იქით ამხელს და ეუბნება და ახსენებს რომ არსაც წაგიკითხავთო თქვენ აი ეს ხო გეუბნებით ეს ფრაზა მათ კლავს და ანადგურებ და მათ ამპარტავნებას პირდაპირ აიღო აღაგზნებს რა და აველურებს რომ როცა უფალი ეუბნება რომ არ წაგიკითხიათო რომ მიანიშნებს იმაზე რომ უწიგნურები არიან და ბრმები არიან რომ შეიძლება კითხულობენ და ვერ აღიქვავენ, ვერ ხვდებიან რას კითხულობენ. ან შეიძლება წაკითხულიც კი არა და თავი მოაქვს საზოგადოების წინაშე რომ ვითომ იციან. მაგრამ უფრო მეორე ვარიანტია. კითხულობენ და ვერ ხვდებიან. თვალნი აქვს და ვერ გულისხმობენ რასაც კითხულობენ. და უფალი ეუბნება რა. არასად აღმოგიკითხავთო, არცაც ცხოვრებაში არცად არ გახსოვთო, რომ წაგიკითხოთო წმინდა წერილშიო? და ფრაზა მოუყვანა მერე. დავით წინასწარმეტყველის ფსალმონიდან. ლოდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ დავით წინასწარმეტყველის ფსალმონები მათ რამდენჯერ ექნებოდა წაკითხული. და უფალი კიდე ეუბნება არ წაგიკითხიათო? რომ რა წერიაო რომ ლოდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთავ. ნახეთ როგორი საოცარი სიტყვებია. მოდი ჩაუღრმავდეთ კარგად. მე დარწმუნებულია რომ თქვენც ახლა ის ფსალმუნებს გითხულობთ, ბევრჯერ წაგიკითხავთ ეს ფრაზა და ბევრჯერ მოგისმენიათ კიდე საღამოს ლოცვაზე, როდესაც ღმერთი უფალი იგავებოდა. მაგრამ მინდა რომ კარგად გაგააზრებინოთ, რას ნიშნავს. ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებლებმა, რას ნიშნავს? ანუ რაღაცა თქვა, ლოდი, რომელიც მშენებლობის დროს მშენებლებმა დაიწუნეს, რომ ეს ლოდი არ გამოდგება. ასე შენდება. აი ამას ნიშნავს ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებლებთან. ესე იქმნა თავკიდეთა. სწორედ ის ლოდი გახდაო, თავკიდური ლოდიო, რომელიც ყველაზე მაღლა დადესო რა. უფლისა მიერ იყო ესეო,
ეს ღმერთმა განაგლო ასევე და საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთან. და ჩვენ ბრმებს უგულურებს გვიკვირს. ჩვენ იმიტომაც გვიკვირს, რომ ჩვენი ხედვა და ღმერთის ხედვა არ ემთხვევა ერთმანეთს. რატომ არ ემთხვევა? იმიტომ რომ ჩვენ ცოდვას ვხედავთ, ჩვენ ცოდვის სიტყვებას ვხედავთ და ის გვინდა, ის წყურია, ის მწადია, იმას მიველტვით. ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენ უფალს. ვერ ვიყურებით ღმერთის გადმოსახედიდან სულიერი თვალი და აღშული გვაქვს. და ვინ არის ეს ლოდი, უფალი თვითონ, რომელიც შეურაცხყოფს მასშენებლებმა, ვინ იყვნენ მასშენებლები, სწორედ ის ჯვრის მოძღვრები. და უფალი უგულებელ ყოს, თავსაკიდური ლოდი, ყველაზე ძირითადი, ყველაზე წარმოიდგინეთ, ეხლა ის მშენებლები იყვნენ, და არ იყვნენ ბრმები და არ იყვნენ უციგნურები მართლა და არ იყვნენ მართლაც არაპროფესიონალები და უვიცები, რანაირი მშენებლები იყვნენ, ოღონდ მითხარით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვა ვერ ამოიცნეს. და გვერდზე გადადეს, გადააგდეს, ეს არ გჭირდება. მაგრამ ღმერთმა განაგო სხვანაირად რომ და სწორედ ის ქვა იქცა თავსაკიდურად, ანუ უფალი, რომელიც მათ უგულებელ ყოს და განაგდეს. ღმერთმა განადიდა, ღმერთმა აღადგინა მტრეთით, აღამაღლა და გახადა მეუფედი მთელი ქვეყნიერებისა, უკვე განკაცებული იესო ქრისტე, თორე მანამდე ძე იყო ისედაც ღმერთი, რა თქმა უნდა. ამისთვის გეტყვით თქვენ, ეხლა კიდე უფრო შორს მიდის უფალი და უკვე აშინებს ამ ხალხს, უწინასწარმეტყველებს. შენ ხო უთხრა რომ ეს ლოდიო თქვენ შეურაცხავით, მაგრამ უფალმა თავსაკიდურად აქციაო. ეხლა ეუბნება უკვე იგივე ლოდზე აგზელებს. ამისთვის გეტყვით თქვენ ვითარნეთ. მიგეღოს თქვენგან სასუფეველი ღმრთისაიდან მიეცეს ნათესავსა, რომელნი ყოფდნენ ნაყოფსა მისცა, ეს უკვე ხო უთხრა, ეხლა კიდევ ერთხელ გავამეორა. უკვე პირდაპირ უთხრა. მიგეღოს თქვენგანო სასუფეველი ღმრთისაი, ხო იგავი უთხრა. ეხლა გახსნილად ელაპარაკება. აი თქვენ ხო გეგონათ თქვენი თავი სასუფეველის მემკვიდრეები. თქვენ წაგერთმევათ ეს მემკვიდრეობა. აგერთმევათ ეს რჩეულობა და მიეცეს მათ ნათესავსა, რომელნი ყოფდნენ ნაყოფსა მისცა. სულიერ ნაყოფს ვინც გამოიღებს, იმას მიეცემა ღვთისასუფეველი. ამისთვის გეტყვით და რომელი დაეცეს, ლოდსა მას ზედა შეიმუსლოს. ნახეთ? ვინც ამ ლოდზე დაეცემაო, ანუ ვინც ეცდება, რომ ეს ლოდი შეურაცხყოფს, უკვე მას შემდეგ, რაც ღმერთმა განადიდა, შეიმუსრებაო ამ ლოდზეო. იმიტომ რომ უფალს ეჯიბრება თვითონ, ხო? უფალს ეჭიდავება და ეხლა უფალთან მოჭიდავე ვინ ყოფილა, ვინ გამოსულა გამარჯვებული, ხო? ვის ეჭიდავები, შენ შემოქმედს ეჭიდავები, ვის მაგივრად რომ გიყვარდეს, პატივსცემდე და ადიდებდე და მადლიერი იყო მისი ყველაფრის გამო, რაც გაგაჩნია. და თუ შენ ჭიდაობას განიზრახავ მასთანო, შეიმუსრებიო. რომელი დაეცეს ლოდსა ზედა, შეიმუსროსო. და რომელსაც ზედა დაეცეს, განამქრიოს იგივე. და აი თუ ლოდი დაგეცემაო ზედო, ეს უკვე ღვთის რისხვა, რომელიც შეიძლება მოიწიოს შენს თავზე შენი უძულების გამო. გაგაცამტვერებსო, განამქრიოს იგივე. რა თქმა უნდა გაგაცამტვერებს. და თქვენ კარგად გახსოვთ ნოეს დროინდელი კაცობრიობა და კარგად გახსოვთ სოდომი და გომორი. თუ როგორი რისხვის გამოვლენა შეუძლია უფალს. და მრავლად არის კიდე ძველად მასში ეგეთი მაგალითები უფლის რისხვის. თუმცა თავისთავად მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი უფლისმიერ გამოვლენილი რისხვა თავისთავად თავისი არსით წყალობაა. და მე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრია თქვენთან, რომ იგივე ნოეს დროს წარღვნა რა მოვლენა იყო. გინდა სოდომი და გომორის დროს ის ესყულანი წვიმა, აი რა იყო, რა ხდებოდა. ღმერთმა დაინახა, რომ ამ ადამიანებში უკვე ესე რომ დაეტოვა, უკვე სინანულის რესურსი არც ერთ მათგანს აღარ ქონდა. და რაც დრო გავიდოდა, რომ მიეშვა კიდევ ეს კაცობრიობა, ხო? კიდევ უფრო უარეს და უფრო უმძიმეს დღეში ჩავარდებოდნენ სულიერად, აუცილებლად. და ამიტომ ღმერთმა ინება, რომ მოევლინა ეს წარღვნა, წვიმა და იმან უკვე ნაწილი ხალხისა გამოაფხიზლა. ხალხო, თქვენ რა გონიათ, წარღვნის დროს ყველა დაიღუპა სულიერად? არა. ეხლა წარღვნა ისეთი რამე ხო არ არის უცებ მოკვდე, ხო? 40 დღე-ღამის განმავლობაში წვიმდა.
ეხლა ზოგმა სულაც კარგად იცოდა, ზოგი რაღაცა ნაფუთებს მოეჭიდა, ზოგი რას ხო? ანუ უცებ არ დაიხოცნენ. შეიძლება ზოგი პირველი დღეს დაიხოცა, მაგრამ ზოგი მე-5, მე-7, მე-10, 30, 39 დღეს დაიღუპა და დაირჩო ზოგი უწყლობით, ზოგი შიმშილით, ხო? ამ თქვენ კარგად იცით, რომ მხოლოდ ისინი გადარჩენ ის ნოის კიდობაში, მაგრამ მათ ხომ მიეცათ სინანული საშუალება ღვთისგან. ხედავთ, ანუ ღმერთმა უკვე დაანახა მათ, რომ ეს ყველაფერი რეალურია. რასაც მათ ნოე უქადაგებდა 20 წლის განმავლობაში, 100 წელი აშენებდა ნოე კიდობას. იმ 100 წლის განმავლობაში უქადაგებდა და მერე კიდე 20 წელი უკვე აშენებული ქონდა კიდოვანი, კარი ღია იყო და მოუწოდებდა ხალხს. რომ შემოდითო ხალხო, შემოდითო, თორე წარღვნა იქნება. არავინ არ უსმინა, დასინოდნენ, გიშზე ძახდნენ. შენო ვერ ახარო ცოტა შენ ჭუაზეო რა, რომ ხმელებსეო, ამ ხელა ხომალდია აშენებო. რა ჯანდაბად გინდა? სახედაო ზღვასო. გიშად მიაჩნდა. და ჩვეულებრივად გრძელდებოდაო ცხოვრებაო რა, განქორწინებდნენ და იქორწინებდნენ, არო. ცოლი მოყავდათ, ხოვდებოდნენ, კეიფობდნენ, ჭამდნენ, სვავდნენ, საქმიანობდნენ, ჩვეულებრივი ყოფითი ცხოვრება დუხდა. და მე მინდა შეგახსენოთ, რომ უფალი ამბობს, რომ მეორედ მოსვლის დროსაც ესე იქნებაო ზუსტად. აი როგორც ნოეს დროსო, ვერავინ ვერ წარმოიდგენდაო, რომ შეიძლება უცებ წარღვნა დამდგარიყო. როგორ აი ჩვეულებრივი ცხოვრება იყო, აი ზუსტად ესე იქნებაო მეორედ მოსვლის წინ. აი ეს მინდა რომ კარგად დაიმახსოვროთ რა. რაღაცა განსაკუთრებული კი არ იქნება ხალხისათვის. ის ყველაფერი ის ცხოვრების წესი, რომელიც იმ დროს იქნება, ხო? იქნება ჩვეულებრივი მისაღები ცხოვრების წესი, მაგრამ უკვე გაუკუღმართებული. და ამის ძალიან ბევრი ნიშანი სახეზეა უკვე თქვენ თუ ცოტა გულისხმიერად იყურებით, ხო? აი სურო გადაფასდა მთელი ფასეულობებით, ეთსო შავი დაარქვეს, შავსო თეთრი დაარქვეს. და ეს ყველაფერი გადაფასდებაო, ამბობს უფალი. მაგრამ ჩვეულებრივი ცხოვრების ნორმად იქცევაო, ეს ყველაფერი ესე იქნებაო. და აი იმ დროს, როცა უკვე არავინ არ ელოდებაო მეორედ მოსვლასო, ისევე როგორც იმ დროს არავინ არ ელოდებოდა და ვერავის ვერ წარმოედგინა, ყველასათვის წარმოუდგენელი იყო, საერთოდ სიგიჟედ მიაჩნდათ რა წარღვნა, რის ღვთის რის სხვა, რას ლაპარაკი. აი ესე იქნებაო რა. და იმ დროს მოხდება სწორედ ის საოცარი ნიშნები და იმ დროს მოვა უფალი. ზეც. უკვე საყოველთაო განჯისათვის. და უკვე იმისთვის, რომ საბოლოოდ დაასრულოს ამ ქვეყნის არსებობა ისე ესეთი სახით, როგორითაც არსებობს. იმისათვის, რომ უფალმა დრო განაქაროს. დრო დღეს არსებობს, მერე უკვე დრო აღარ იარსებობს, მერე იქნება მარადისობა. მაგრამ ღმერთმა დააგუფაროს, რომ ის მარადისობა ორი ნიშნით იქნება. ან მარადიული ნეტარება, ან მარადიული ჯოჯოხეთი და ის მარადიული ჯოჯოხეთი არის ყოველად წარმოუდგენელი ტანჯვა და ღმერთმა დააგუფაროს ამისა. და აქ ძალიან ბევრი უნდა ვიღვაწოთ და ძალიან სწორად უნდა ვიღვაწოთ იმისათვის, რომ ის მარადისობა დადებითი ნიშნით დავიმკვიდროთ ჩვენ. და ნახეთ რა ხდება, ესმეს რა უდელთ მოძღვართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, სნეს რამე თუ მათთვის თქვნაო. უდელთ მოძღვრებმა და ფარისევლებმა, რომლებიც უფალს ყოველთვის ბევრნი ახლდნენ თან და ისმენდნენ მის გადაგებას, რომ მოისმინესო ეს უფლის იგავები, მიხვდნენო, რომ მათთვის თქვაო ეს ყველაფერი, რომ ისინი იგულისხმებოდნენ სწორედო. ანუ უყურეთ, ესე იგი ცოტა რაღაცა ხედვა ქონიათ, მიხვდნენ, რომ ესე იგი მათზე ილაპარაკა. მაგრამ ეხლა რეაქცია ნახეთ. რეაქცია ნახეთ. ეძიებდეს მათ შეყრობა და ეშინოდა ერისა მისგან, რამე თუ ვითარცა წინასწარმეტყველი აფთუნა მათ იგივე. ანუ ის კი არა რომ დაფიქრდნენ, რომ მიხვდნენ, რომ უი კაცო ჩვენ ყოფილ ვართ, მოდი გამოუფრიზლდეთ, მოდი ცოტა გონს მოვეგოთ, მოდი ცოტა რაღაცა შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში, თორე ჩვენც რაღაცა იგივე საჯელი არ წარმოიდგინეთ, ეხლა რა დონეზე დაანახა უფალმა მათ საკუთარი თავი. და მიხვდნენ, რომ მათზე ლაპარაკობდაო. მაგრამ აი სიბრმავე ცოდვისა ხალხო, აი სიბრმავე ცოდვისა, რომ იმის მაგივრად რომ გამოფხიზლებულიყვნენ, იმის მაგივრად რომ გონს მოსულიყვნენ და სინანული დაუფლებოდა თქვა, თუნდაც ამ იგავების შემდეგ რომ მიმხვდარიყვნენ, როგორ იქცეოდნენ და სინამდვილეში კიდე როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მისი შეპყრობა მოუნდათო
ალბათ სულ მინიმუმ ცემა მოუნდათ. ალბათ თითოეულ მათგანმა ულში ისურვა რა ეხლა ეს დამაჭერინა და მაცემინაო რა. აი წარმოგიდგენიათ ხალხო, მოკლა მოინდომეს მისი. და ხალხი შეეშინდათო, იმიტომ რომ ხალხიო მას როგორც წინასწარმეტყველსო ისე აღიარებდა. მაგრამ მოგვიანებით ნახავთ ჩვენ რომ თავიანთ საწოდელს მაინც აისრულებენ და ეს უფალმა რაც ყველაზე მთავარია კიდევ ერთხელ გეუბნებით ძალიან კარგად უწყის, ძალიან კარგად იცის რომ ეს ყველაფერი ესე მოხდება, მაგრამ მაინც უყარვართ ღმერთს, აი ესეთი ცოდულები, ესეთი დაცემულები და ესეთი დავარდნილები, ესეთი მოღალატეები, ესეთი უსიყვარულოები. და მოდი ჩვენც ცოტა გამოვხიზლდეთ ჩემი ძვირფასებო და ძალიან საშიშია, იცით რა არის საშიში, აი ეს მინდა გითხრათ რა რომ ძალიან საშიშია რომ ჩვენ იმ ადამიანების მსგავსნი არ აღმოჩნდეთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით ამას რა ვიცი ლამის ყოველ საუბარზე, ყოველ ქადაგებაზე შეგახსენებთ რა. ნუ რასოდეს ნუ იქნებით პასიური მსმენელები აი ამ ჩვენი სახარების გარჩევისა. ჩემი მიზანი ის არის ყოველი სახარების თავის განმარტების დროს რომ ჩვენ თანამონაწილეები ვიყოთ რა რომ აი ჩვენ წავშალოთ ეს დროის საზღვრები დავივიწყოთ რომ ცხოვრობთ 21 საუკუნეში, დავივიწყოთ საერთოდ დრო რომ არსებობს და ვიყოთ თანამონაწილე იმ მოვლენებისა, რომელსაც ვკითხულობ. აი ეს არის ჩემი მიზანი, ეს მინდა გთხოვოთ. და ყოველთვის მე გავიაზროთ ჩვენი თავი, ჩაუღრმავდეთ ჩვენ სულს და დავფიქრდეთ და გავიაზროთ ჩვენ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით. სად არის ჩვენი ადგილი, ვინა ვართ ჩვენ? ჯერ ჩვენი სულიერი პორტრეტი განვიხილოთ, კარგად და დავინახოთ ჩვენი თავი და მერე უკვე შევაფასოთ ჩვენ უფლის მიმდევრები ვართ და მათთან ერთად ვართ იმ მცირე რიცხოვან ადამიანებთან ერთად? თუ იმ მრავალრიცხოვან ბრბოს განვეკუთვნებით უმადურებს, რომლებსაც ყველაფერს უკეთებს უფალი, მაგრამ მაინც მზად არიან რომ გაიმეტონ და კაცის ყველაზე გაცვალონ. აი ეს არის საფიქრალი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ თქვენ აი ამაზე დაფიქრდებით, ხომ? იცოდეთ რომ თქვენი სულიერი ცხოვრება გამოჯანსაღდება და აუცილებლად სწორ მიმართულებას მიიღებს და აუცილებლად დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ადრე იქნება თუ გვიან იქნება, აუცილებლად მიიღებთ თქვენ იმ სულიერ ნაყოფს, რომელიც გამოგადგებათ მერე სასუფეველში შესაძლებლად. ამიტომ ჩვენი დრო ამოიწურა, 12 წუთის გადავაცილეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის უთხოვთ მეთაგანს და შემდეგ სამშაბათს შევხვდებით და გავაგრძელებთ ისევ საუბარს. ანუ ამით 21 თავი დასრულდა და უკვე გადავალთ 22 თავზე.